დედიკო, მამიკო, გამარჯობა. დღეს ძალიან ვარ აღელვებული, თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. ალი. მას ძალიან ლამაზი გული აქვს. როგორც კი მას პირველად მოусმინე, მაშინვე მივხვდი. ნეტავ თქვენს გაგეცნოთ ის. მხოლოდ შენ. ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. სადაი კარგი ალი, რომელი საათია უკვე? თუ არ გინდა რომ იმუშაო, შენს ნაცვლად ვინმე სხვას მოძებნი. საჭირო არ არის. კარგი, წავალ. თავს მიხედე. შენს. აი მოვედი. საჭმელი მოგიტანე. ჩაი და შოკოლადი. ეს ჩემთვისაა. მაგრამ შენთვის? კექსი მოვამზადე. თან შენი საყვარელი კექსია. ვეცადე შენ რომ გიყვარს ისე მომემზადებინა, იმედია ცოტა ხნით გეყოფა. მოგწონს პიძიაზიო? პიძიაზიო სამსახურიდან წავიდა. თქვენ ვიხართ? როგორ თუ სამსახურიდან წავიდა, რამე ცუდი მოხდა? არა. ის თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს სასწრაფოდ. მოღმერთო. უცნაურია და მე რატომ არაფერი მითხრა? ალბათ არ უნდოდა რომ გაუბრაზებულიყავი. მე და ბიძია სერიალებს ერთად ვუყურებთ ხოლმე. და საჭმელი რატომ გამომართვი? შენ მომეცი. მადლობა. არ გაბრაზდე. მომისმინე. თუ გინდა მოდი და სერიალს უყუროთ, მანამდე კი წვიმაც გადაიღებს. არ მოიწყინე? არა, ეს ჩემთვის რაღაც ახალია. მადლობა. ეს შენ იქნებ ღამით მოგშივდეს. ძალიან გემრიელია. არ ინერვიულო, არ წაგართმა. ხო, ღამის ლამაზმანი გაიშალა?
ის აქ არის. მე ყვავილზე ვამბობ. არა. ყურადღება მიაქცია, რომ არ დაიკარგოს. წყალი კვირაში ერთხელ დაასხე, საკმარისი იქნება და არ გაბედო მისი სხვა ადგილას გადატანა. აუცილებელია, რომ ყვავილს მთვარი შუქი ეცემოდეს. იმის გამო რომ არ არსებობს გამართლება ჩვენი ნერვიულობის, ძალიან ბევრი გამოთქმაა. ცოტა ხნით დამელოდეთ, ახლავე და გაკავშირებთ. მადლობთ. ჰაზალ. ვიცი, დაგპირდი, მაგრამ ვერ წამოვალ კონცერტზე. ბილეთები შენ გქონდეს, იქნებ სხვასთან ერთად წასვლა მოგიდეს. კარგი? კარგი. მარკო, გინდა წამოსვლა? ნუ შემიძლია საყვარელო, ჩემს ქმარს აქვს საბადების დღე. ქალბატონებო, გთხოვთ თქვენი ჩურჩული ამ შენობის გარეთ გადაიტანეთ. გასაგებია? ქალბატონო ჰაზალ, გავიგე რომ ავად გახლით. ხო, მაგრამ უკვე უკეთ ვარ ბატონო კინან. შენ აუცილებლად მიიღებ ჯილდოს ასეთი კარგი მუშაობისთვის. აი ნახავ. მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ ბატონო კინან. ცოტა უკან დახიე, ძმას ელენ. დანარჩენი შენ წაიღე. ასეთ ვაპირებდი. აქ რა დაკარგე? არ გწვენია, აქ რომ მოდიხარ. არ გწვენია? ალი. გაეთრი აქედან. რომ აქ აღარასდროს აღარ დაგინახო. ბიჭუნა, რაზე ფიქრობ? წამოდი. მასწავლებელო, ჩემი ხათრით მოусმინე. მასწავლებელო, რა საკეთებ? იქნებ ბიჭს ამისთვის მიზეზი ქონდა. რა მიზეზი უნდა იყოს? მე ის ქუჩიდან ავიყვანე. არ ვანცხოვებდი ჩემი შვილებისგან. მინდოდა რომ კარგი ბოქსერი გამოსულიყო და რა გააკეთა? რა გააკეთა? ის უმადური აღმოჩნდა. ვერაფრით არ გაითავისო რომ ბოქსი მიატოვე. ხომ ხდები ამაზეა გაბრაზებული? შენ წადი. მე კიდევ ველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. კარგი შვილო. ალი. ახლა წყალს დაატარებ. შენი ძალებისთვის ეს აცუდაობაა. წყლის დარება. ხომ გთხოვე თუ რამე დაგჭირდებოდა დაგერეკა ჩემთვის. ახლაც არ არის გვიანი. ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. ამ სისულელებს რომ თავს დაანებებ, ჩემი ნომერი იცი და დამირეკე.
არა, არ ვიცი. ცოტა პანჯარა გამოაღე. ყნოსვა მაქვს დღეს გამძაფრებული. ალბათ დღეს სპორტით იყავი დაკავებული. ახლა რა აცვია? სპორტული ზედა. მე შენზე კი არა სერიალში ქალი ვიგულისხმე. კაბა. და ფეხზე? როგორი ფეხსაცმელები? ფეხსაცმელები აცვია. ვიცი რომ აცვია, მაგრამ როგორი? ქალის. ანუ მაღალ ქუსლზე? საჭმელის კონტეინერი. ვიცი, იგი გიყო გამბედაობა რომ შეგეჭამა. აბა მოგეწონა? ხო. Hala hayattayım. ჯერ ისევ ცოცხალი ვარ. გაირეცხე? ხო. კარგად? რა? თუ ბოლომდე არ შევჭამ, გაფუჭდება. ხო. ხო, მე ჰეგილ ხასალი ვარ. არ გასწავლეს რომ გაცნობის დროს ხელი უნდა ჩამოართვა? რატომ გაქვს ხელები ასეთი უხეში? კარგი. წარმატებას გისურვებ. არ წახვიდე. რა? ადამიანი ამბობს რომ არ წახვიდე. ის ახლა ტირის? ხო. გრძნულ ძალიან იტანჯება. ლამაზია? ისინი ხომ მსახიობები არიან. და შენ? მიდი, შენ სიმართლე შეგიძლია მითხრა, მაინც ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი. ესე იგი ლამაზი არ ხარ, რადგან იძახი რომ არ იცი. აი სერიალიც დასრულდა, წავალ. შეხვედრამდე. დროებით. რა გჭირს? კარგად ვარ. ჩემი ფეხი. მოდი ვნახავ.
და ჩემი ჯოხი სად არის? ჯემალ ჩემს ადგილს ყურადღება მიაქცე. მე შენი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი. ალი. ალი? ალი, ფეხი უკვე აღარ მდგება. მოდი წავიდეთ თუ გინდა. ძალიან დავიღალე. შეგვიძლია ცოტა ხნით დავისვენოთ? შემიძლია აგიყვანო თუ გინდა. მე რეინანე. ზურგზე დამაჯექი. შენ რა? სერიოზულად? გზა ჯვარედინზე ვართ. გზა ორად იყოფა მარცხნივ და მარჯვნივ. საიწავიდეთ. გინდა მოკლე გზა ირჩიო თუ გრძელი? მოკლე. დარწმუნებული ხარ? შეიძლება მე რეინანო, კარგი, მაშინ შეხედე. მობრუნდი. შენ გაგაფრთხილე. ძალიან დაიღალე? არა. მაშინ ზურგიდან რატომ ჩამოვცურდი? დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? აღიარე, რომ ძალიან ძიმე ვარ. არა. უბრალოდ კიბებმა დამხალა. და თუ გთხოვ, რომ კიდევ რაღაც გააკეთო? გაიჭედა? რატომ გაიჭედა? ნაჭრისგან. გუშინ ვერ ამოვიღე. მოიცადე პირსახოც მოგიდან. რა გატყდა? პატარა ქანდაკება. ანგელოზი? ხო. კარგი. შენთვის სიურპრიზი მაქვს. დღეს ძალიან დამეხმარე. ამიტომ მადლობელი ვარ. ეს კონცერტის ორი ბილეთია. წახვალ იმასთან ერთად, ვინც გიყვარს. არავინ არ მყავს, ვინც მიყვარს. მაშინ იქნებ ერთად წავიდეთ. რა თქმა უნდა, თუ გინდა. თუ სხვა გეგმები არ გაქვს.
კარგი საყვარელო და როგორ გაგიკეთოთ მაიქნებ პატარა კულულები. უნდა მოგიხდეს. კარგი. დღეს ყაემანი გაქვს? და ვინ არის ის ახალგაზრდა, ვინც ჩემს ლამაზ ძმას მოიტაცებს? არა და ის უბრალოდ ჩემი მეგობარია. Tarif etmek ne kadar zor içimde olanları. Sanki gecenin bir vakti karşımda gökkuşağı. Soruları unuttum zaten kayıp cevapları. İçimden dilek tuttum silip karanlıkları. Tek bir şey var duydum, tek bir şey var gördüm, o da sensin. Bir mucize olsa, şu an zaman dursa, senle ben mümkün müyüz gerçekler kaybolursa. და შენ იცი ამ ადგილის ისტორია? ცხოვრება ხომ ძალიან ხანმოკლეა. ძალიან ხანმოკლე. ამის შესახებ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში წავიკითხე. მახსოვს ის დრო. Her şeyi bu kadar net hatırlayabilsem. მადლობა. Her gün baktığın şeyleri... ყოველ დღე ქუჩაში რაღაც ახალს ვხედავთ, მაგრამ ამას არ ვიმახსოვრებ, თუნდაც ცას, რომელსაც უამრავი ფერი აქვს, მაგრამ შენ ამას ვერ ამჩნევ. უყურებ, მაგრამ ვერ ამჩნევ. იმიტომ რომ ეს შენთვის ჩვეულებრივი რამ არის. მე კი დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მზე საათობით ვუყურებდი. ახლა კი მხოლოდ იმას ვხედავ, რაც მახსოვს. საღამოობით მუშაობ და დღისით რითი ხარ დაკავებული? დღისი წყალი დამაქვს. სწავლისთვის დრო არ ქონდა? თუ შენ თვითონ არ გინდოდა? მოიცადე, მე თვითონ მივხვდები. ალბათ ბავშვობაში ზარმაცი იყავი, albათ ხული გნობდი. Hatta kötü şeyler bile yapmış olabilirsin. აუცილებლობა ამის კითხვა და ამდენი შეკითხვის დასმა საერთოდ? რატომ გაბრაზდი? უბრალოდ ვცდილობ კარგად გაგიცნო. მე არ დამისვამ შენთვის შეკითხვები, მაგრამ ვიცი როგორიც ხარ. მართალი ხარ. ბევრ ამას ვერ ვმალა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრა. 30 წლის ვარ. ყოფილი ბოქსიორი. არ შემსდარხარ, ადრე ძალიან ცუდი საქმეებით ვიყავი დაკავებული. შენზე კი არა, საკუთარ თავზე გაუბრაზდი. ასე არ უნდა მეპასუხა. მაპატიე. Sen Tamam, hele hadi. bir gelsene bakayım.
აქ იმიტომ არ მომიყვანი ხარ რომ გაპატიო. შენ შეცდომას ვერ გაპატიებთ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? Ადამიანი დარეკავდა ითხოვდა პატიებას. Kaç yıl oldu be oğlum? İnsan bir arayıp sormaz mı? Af dilemez mi? Ha? მართალი ხართ მასწავლებელო. რატომ? რატომ? 4 წელი ციხეში ვიჯექი, რა? ციხეში იჯექი? მას შემდეგ რაც ბოქსი მივატოვე, კავშირების მეშვეობით სხვა საქმეებში გავერიე. ფულს ვაგროვებდი. ჩემი საქმე იყო ადამიანები მეცემა. Bir gece yine ერთხელ ერთ საქმეზე წავედი, მე მისი შეშინება მინდოდა. Amacım sadece onu korkutmaktı. ეს არ გააკეთო, გთხოვ. ბავშვები დავკარგე. Çocuklarımı kaybettim. მე კი არასდროს ყოლია შვილები. Canımı mı istiyorsun? ჩემი სიკვდილი გინდა? გააღეთ გარე, პოლიცია. ბოდიში მასწავლებელო. ალი, შენაირი რინგზე აღარ ყოფილა. შენ ქარბურ ბალასავით ხარ. დაბრუნდი ბოქსში. იქიდან დავიწყოთ, სადაც გავჩერდით. ჩემთვის ეს ფურცელი დახურულია. ისმენთ. თუ გქონთ ჩემთან შემოსვლა შეძლებთ? დიახ, ბატონო გინან, უკვე მომდივარ. Hoş geldin. კეთილი იყოს შენი აქ მოსვლა. Dikkat et, sehpa var. აქ დაჯექი. Ben ხო, senin için bir hediye შენთვის საჩუქარი ვიყიდე. საჩუქარი? ხო, ეს წინა კვირას მინდოდა მომეცა. მინდა სადილად აკვატიჟო. და მინდა ის ახლა მოგცე. almak istiyorum. მაგრამ ბატონო გინან, რატომ დაიხარჯეთ მე? ჩუმად გთხოვ. Lütfen ძალიან გთხოვ გამომართვი, კარგი? დიდი მადლობა. რას აკეთებ ამ საღამოს? თავისუფალი ხარ? არა, ეს საღამო დაკავებული მაქვს. რაღაც გეგმები მაქვს. Ya, უბრალოდ მეგობარს რაღაცას დავპირდი. წავალ ბატონო გინან, სამუშაო მაქვს.
დიდი მადლობა. მადლობთ. ვინ არის აქ? ესე იგი აქ ცხოვრობ. ბატონო კინან? გონი შენი გეგმები გადაიდო და ისინი აღარ გაქვს. Neyse. და შენი მეგობარიც არ ჩანს. სამწუხაროდ სხვა არაფრით შემიძლია თქვენი გამაწმინძლება. მესმის. სანერვიულო არაფერია. უნივერსიტეტში ყოფნისას ავარიაში მოყევი და მხედველობა დაკარგე. Gözlerinde şey olmuştu. ჰაზალ. ძალიან ლამაზი ხარ. თქვენ მთვრალი ხართ, ბატონო კინან. სახლში წადით, თქვენი ცოლი და შვილები ალბათ ნერვიულობენ თქვენზე. შენი ის არც კი გაგიხსნია. ჩემით ცოტათი მაინც დაინტერესებულიყავი. Eşimden გინდა ცოლს გავშორდე. თუ უფლებას მოვცემ ამ ყელსაბამს გაგიკეთებ. ვიცოდი რომ მოგიხდებოდა. ძალიან ლამაზი ხარ. არ შემეხოთ. არ შემეხოთ. ჰაზალ, ადექი. ადექი, ჰაზალ. ბოდიში. ბოდიში მე გითხარი რომ წუხარ. შემოხედე. შემოხედე. საგმარისია. რატომ ჭირვეულობ? ჩემზე უკეთეს ვის ნახავ? შემოხედე, ნუ მეთამაშები, სულელი არ ვარ. შენზე ბევრად ლამაზ მოძებნი, საერთოდ ვინ ხარ? საერთოდ ვინ ხარ? ვინ ხარ, შემოხედე. თვალებში მიყურე. თვალებში მიყურე. თუ კიდევ ერთხელ ვნახავ ჰაზალთან. მოგკლავ.
საკმარისია. საკმარისია, გაჩერდი, გთხოვ. აზალ. კარგად ხარ? ეს რატომ გააკეთე? მან რომ სამსახურიდან გამაგდოს. იზოლებული არ ხარ, კაცთან იმუშაო. აბა როგორ ვიცხოვრო? მე იძულებული ვარ ეს გავაკეთო. მე მოგივლი. ახალ სამსახურს მიშოვნი? თუ ყველასცემ ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს. მიხარო მომიარო. შენს გამო ახლა თავს უსუსურად ვგრძნობ. გთხოვ, წადი. როდის მოხვედი? ცოტა ხნის წინ. სამსახურიდან წამოვედი. გინდა სადმე წავიდეთ უქმეებზე? რატომ არ მოლაპარაკები? შენ თვითონ თქვი რომ მომივლიდი. ალი? ეს ვინ არის? ლეკუია? საიდან მოიყვანე? ვიპოვნე და მოგიყვანე რომ თავი მარტო აღარ იხრძნო. და რა ქვია? შიმალი. შიმალი. მას ვარსკვლავის სახელი ქვია. მამაზია.
აქვე ახლოს ბავშვთა სახლია, სადაც გავიზარდე. ჩვენი საყვარელი ადგილი ეს იყო. ვერთობოდი მეგობრებთან, თევზს ვიჭერდით. გინდა ჩამოჭიდე? საკუთარ ოჯახს საერთოდ არ იცნობ? არა. მალე. ორი ქვა მომეცი თუ შეიძლება. აი ეს მაძლევს შესაძლებლობას ის ვიგრძნო, რასაც შენ კი ეს გამომართვი. იქნება მით ის იგრძნო, რასაც მე ვგრძნობ. ახლა ჩემი ჯერია. მეც მინდა რაღაც გაჩვენო. პატარა მოგწყინდა ყოფნა. მოდი აქ და ერთად წავიკითხოთ. დაადე თათები. გრძნობ, აბა რა წერია? ასეთი ასოები გინახავს? ხედავ რომ ისევ მოწყენილი ხარ. წამოდი გავისეირნოთ. Aşk dedin belki de budur. Hep acıtır, arkandan vurur. Belki de bu son sefer olur. Kalbin durur, dertler son bulur. Sanma 3 günlük bu hislerim. Ben burada her gün seni beklerim. Gel beni kendimden mahrum etme ne olur. Bu hayat sen yoksan zehir olur. Duy beni duy ne olur. Dön bana dön ne olur. Aşk dediğin elbet bir yol bulur. Gel beni kendimden mahrum etme ne olur. Bu hayat sen yoksan zehir olur. Duy beni duy ne olur. Dön bana dön ne olur. Aşk dediğin elbet bir yol bulur. წამოდი. ალი, არ გაინძრე. ადრე დაბრუნებულ ხარ სახლში.
შენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს. წამოდი ფრთხილად. შენ რა კუთხეები მომრგვალე? ეს კი ჩვენი პატარასთვისაა. მაგრამ ეს ჯერ სურპრიზების დასასრული არ არის. აქ ზღურბლიც აიღე? მე ფანჯრიდან ხეები ავიღე. შუქში თავს კიდევ უფრო კარგად იგრძნով. ვერ ვიჩერებ. როგორი ადამიანი ხარ? ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი, გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. იცი ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით. ეს ყოველთვის ასე იქნება. ხო, ასე. წელი გტკივა? არა. ხომ გრძნობ რომ გტკივა? მოდი, შემოვბრუნდე. რატომ? მიდი. ვიცი რომ წელი გტკივა. ადრე მასაჟების კურსებზე ვსწავლობდი. როცა მასაჟს ვაკეთებდი, მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ხელები თვითონ კურნავენ. Buldum galiba. Acıyor mu çok? შენს გარეშე რა მეშველებოდა? არ ვიცი. ყველაფერს დროთა განმავლობაში ეჩვევი. დაიღებ ისე როგორც არის. იმდენი რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელია. მაგრამ მე ბედნიერი ვარ. მე ხომ შენ მყავხარ. იქნებ მაღაზია გავხსნათ აქვე ახლოს.
რა მაღაზია? შენ ყვავილებით იქნები დაკავებული, მე კი რეკომენდაციას გაგიწევ. Ben de tahsilat yaparım. Ne dersin? შესანიშნავი აზრია. შენ ჩემი ჰაერი ხარ. შენ კი ჩემი ჰაერი. გამომშვიდობისა. კარგად გამოიძინე? კი, თუ საუზმის შემდეგ რამე საქმე არ გექნება, მინდა სადღაც აგიყვანო. და სად გინდა წასვლა? Biliyor musun? დღეს დაბადების დღე Benim მაქვს. doğum günüm. დაბადების დღეს კი ვლოცავ. თვრამეტი, 19, 20. ეს აქ არის. აქ დედაჩემი და მამაჩემი განისვენებენ. დედიკო, მამიკო, გამარჯობა. ძალიან აღავებული ვარ და თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. მამა, გახსოვს? მითხარი რომ თუ ვინმეს გავიცნობდი, ჯერი შენთვის უნდა გამეცნო. Hatırlıyor musun? დაი? ისიც გაიცანი. işte. ეს ალია. აბა, რას ფიქრობთ? Efendim დედიკო? anneciğim? მაღალი და სიმპათიური არა? მერე რა? სამგიეროდ მას ძალიან ლამაზი გული აქვს. ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი მისი ხმა გავიგე. ნეტავ თქვენ შეგეძლოთ მისი გაცნობა. Tanıyabilseydiniz. და როგორ გარდაიცვალნენ? ხუთი წლის წინ. Bugün benim ჩემი kutlu დაბადების დღე doğum იყო. günüm oldu. Akşam Ertede arabayla აღნიშნავდით gezmek için çok მას. ısrar ettim annemlere. დედა დავარწმუნა, რომ საღამოს მანქანით სასეირნოდ წავსულიყავით. ყოველთვის გრძნობ, რომ დედა და მამა მიცავენ და ვფიქრობ, რომ შენი თავი მათ გამომიგზავნეს. Bence onlar seni bana gönderdi.
Hazal. Hazal სად არის? 452 პალატა. Hazal, რა მოხდა? ალი? მე გონება დავკარგე და წავიქეცი, მაგრამ არ ინერვიულო კარგად ვარ. მართლა კარგად ვარ. სად მითიხარ? ახლა ვიმოვალ. Hafif de olsa Adres შუქს მაინც ხედავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში უარესდება მისი მდგომარეობა. görüntüsünü biraz daha kaybediyor. თუ ამ კვირის ბოლომდე ოპერაციას არ გაუკეთებ, მხედველობას მთლიანად დაკარგავს. Am momentისთვის დონორი არის, მაგრამ ფულია საჭირო. რამდენი? 20,000 ლირა. რამდენი გჭირდება ოპერაციისთვის? 20,000. ეს დიდი ფულია. კეფიცები 3,000 ლირაზე მეტი თუ მქონდეს. შილო, კრედიტს არ მოგცემენ? ეს შენი ბრალი არ არის. ნუ იდანაშაულებ თავს. მასწავლებელო, ეს ჩემი ბრალია. ალი, შვილო, არც კი გაბედო და არ გაგიჟდე. Vay Ali! გამარჯობა, ალი, ესე იგი გონება დაგიბრუნდა. ფული მჭირდება. რამდენი? 20,000 ლირა. Ne zaman როდის? lazım? სასწრაფოდ. İstediğin რამდენი para ფული az değil რომ Ali. გასესხო? Neden sana o kadar parayı borç vereyim ki? Ha? თვითონაც იცი. ამაზე ცოტა დროში შენ ორმანს გამოიმუშავებ, კარგი? Tamam mı? ისეთი მაგარი იყო, ალი. მოდი კიდევ რამეზე ვიკათაოთ. კიდევ რა არის? Salıncak var mı? Salıncağa binelim საკანალოზე hadi. დავჯდეთ? ჰაზალ, გისმენ? შენ ოპერაციას გაგიკეთებენ. რა? შენთვის დონორი იპოვნეს. Varmış. ეს იცოდე? Neden bana söylemedin? რატომ არ მითხარი? ხო, მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს. მე მაქვს ფული, რომელიც შევაგროვე. ალი, ძალიან ვიტანჯები, როცა ვიხსენებ, რომ დედა და მამა ჩემს გამო Çok acı მოკვდნენ. çekiyorum ben. მე სიცოცხლე დავიმსახურე? Görmemek მხოლოდ იმით ცოცხლობ, რომ ბრმა ვარ. თუ ამას არ გააკეთებ, მეორე შანსი აღარ გექნება.
Չես գորդით ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მეტი არაფერი მინდა. Hiçbir şeye ihtiyacım yok ki benim. ჩემი დანახვა არ გინდა? ნუ თუ არ გინდა. ჩვენი შვილები ნახო. ვიცი რომ ძალიან გინდა. ზეკი. გიზმე მასწავლებელო. ალი ვარჯიში დაიწყო. დიახ მასწავლებელო, მეც გამიკვირდა როცა გავიგე. ერთი ბრძოლა თუ გაიმარჯვებ ძალიან დიდ ფულს მისცემენ. რომელი ბრძოლა? თუ არ იცი ეს რა ბრძოლა, ან რა ფულია? თუ შენ თვითონ მიეცოცხლება. სხვა გზა არ არის, სამდე ფულს სხვაგან სადიშოვნის. რა ადამიანი ხარ? ხომ იცი ეს რა ბრძოლა? ასეთი ბევრი მინახავს, ის იქიდან ცოცხალი არ გამოვა. და რა უნდა ექნა? ან მე რა უნდა მექნა? რასაც მეუბნებოდი, იმას ვაკეთებდი. მე ჩემპიონი ვერ გავხდი. საკმარისია, საკმარისია. თუ ის ამფულსერი შონის გოგონა სამუდამოდ დაბრმავდება. ალი ცხოვრების ბოლომდე დამნაშავედ იგრძნობს თავს მისი მშობლების გამო. ხო, მაგრამ ის დამნაშავე არ არის, ეს მისი ბრალი არ ყოფილა. ისინი მოკლავენ ჩემს შვილს. მოკლავენ. გესმის? მოკლავენ, არ მოკლავენ. მაშინაც უძე ლაპარაკობ. საკმარისია უკვე. ძალიან მეშინია რომ შეიძლება რამე დაგიშავდეს. ნუ ნერვიულობ, ეს ხომ სპორტია. ვერავინ ვერაფერს დამიშავებს. და ვერც შენ სანამ მეკყავარ. ფული მოიტანე? ბიჭუნა, მოიცადე, ასე რომ ვჩქარობ. ფული შენთვის არ გინდა, არა? თუ შეყვარებული გყავს. მოიცადე, ნუ ბრაზობ. უბრალოდ კითხე. ეს შენი ტელეფონია. რომ დაგიკავშირდე მაშინ, როცა დამჭირდები. გამომართვი. ისე სხვებისგან არაფრით განსხვავდები. მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. იმედი მაქვს ამას ხვდები. ფული მომეცი. ეს პირველი ნახევარია. მე და შენ ბევრ ფულს გამოვიმუშავებთ.
შენს გარდა ვერავინ მოიძულებდა ამ ოპერაციის გაკეთებას, ეს იცი? მაგრამ მართალი იყავი. იცი რაზე ვოცნებობ? ზუსტად 23 საათი შენ სახეს ვუყურო. 1 საათი კი მზეს, ცას. ბოლოს და ბოლოს იმ სახლს ვნახავ, რომელიც ჩემთვის გაალამაზე. მერე კი ისევ შენი დავტკბები. თუ ისეთი ლამაზი არ ხარ, როგორიც არ მომედგინე, რა უნდა ვქნათ? შეიძლება ურჩხული ვიყო და იმედები გაგიცრუა. შეიძლება გაბრაზდე ჩემზე. არა, შეუძლებელია. შენი ხელები მომეცი. ოპერაციის შემდეგ მხედველობა დაგიბრუნდება. ახლა კი დაიძინე. ხო, მაგრამ ისევ არაღელვებული რომ ვერ დავიძინებ. მიდი, დახუჩე თვალები. კარგი, როგორც იტყვი. მოგაცრავად. შეგიძლიათ ცოტა ხნით მარტო დაგვდავოთ? კარგი. ალი. წარმოგიდგენია? ოპერაციის შემდეგ შენს დანახვას შევძლებ. ისეთი აღელვებული ვარ. ოღონდ გთხოვ არ დაგავიწყდეს, რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ კი ჩემთვის. ოღონდ არსად გაქრეს, სანამ ოპერაციაზე ვიქნები. სად უნდა წავიდე? მორჩა, ჩემი წასვლის დროა. გთხოვთ, მე მზად ვარ. ალი. არც ისე ცუდი სახელი გაქვს, დუან ილმასი. რას დაღლილი მოჩვენები, რა მოხდა? მოწინააღმდეგის ნუ შეგეშინდება. არი ფიქრო იმაზე, რომ დაგამარცხებს. ეცადე ფიქრზე იდგე. აქ იარაღი არ არის. ან სიკვდილამდე უნდა მიიყვანო, ან ნოკაუტამდე. თუ გინდა გადარჩე, ყურადღებით იყავი. გარშემო არ მიიხადე, კარგად იჩხუბე.
არ İyi dövüş. ჩაკლავდე. Rezil olma. ეს ბიჭი ვინ არის? ჩილუს უკვე 4 წელია რომ ჩქობია. შეუძლებელია მოიგოს დამიჯერე. ოკეი ყურადღებით იყავი. რა Guess თქმა what? უნდა.
შენა ჩემი გაცვლილება გადაწყვიტე? გებიცები. რაც კი მიფიქრია, გებიცები არ ვიცოდი თუ მოიგებდა. წადი შენი დედაც. მინდა რომ ფული დამიბრუნოს. შემიძლია ჰაზალის მდგომარეობა გავიგო. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. სახურავი უნდა მოხსნა თვალებიდან. ალი არ მოსულა? მოხსნით სახურავებს და ჭრილობას შევხედავ. ხომ გითხარით სანამ ალი არ მოვა სახურავებს არ მოვიხსნით. დარწმუნებული ვარ ბატონი ალი მოვა. მომისმინეთ. არა, არ მინდა. უფლება მომეცი ცოტათი შევხედავ. თხოვთ აქ დავბრძანდით. ერთად დამიხმარეთ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა მართლა. სიმართლეს გეუბნებთ, მაგრამ სახურავი უნდა მოხსნათ. ხომ გითხარით არა? მეც ვეღარ მოვიხსნით. არა, არ მინდა მოვიხსნა სანამ ალი არ მოვა. მათ არ მოვიხსნით, წადით აქედან, წადით. Gidin. Gidin. Sonuna kadar geldim aşkım, kavuşamadım ben sana, yetişemedim ben sana, anlatamadım derdimi. Ağla gönlüm ağla, bekledim inan seni her gün. Dayanamadım sevgisiz, yaşayamadım ben sensiz, anlatamadım derdimi. Ağla gönlüm ağla. Yazık ettin yazık, kendinden çok bana. Gücüm kalmadı artık her yokluğunda. Aylar geçse de yıllar, geçse de bir ömür, böyle sürse de ben seni unutamam. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. საკმარისია უკვე, მე რამდენად მოვდივართ. სახლი უნდა გაათავისუფლოთ. 3 დღე გაქვთ ვადა. თუ ამ დროის განმავლობაში არ დატოვებთ სახლს, პოლიციასთან ერთად მოვალთ. გამარჯობა. ქალბატონი ჰაზალი თქვენ ხართ? დიახ, მე ვარ. წერილი მოგივიდათ. აი გამომართვით. მადლობა. ჩემო სიყვარულო, მივდივარ. გამბედაობა მეყო ეს წერილი დამეწერა. თუ დავბრუნდები, ყველაფერს მოგიყვები.
მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცი. მე შენი ბედის წერა დავანგრიე. მივდივარ, რომ ეს ბედის წერა თავიდან დავწერო. ვიცი ადამიანი, რომელიც ხელიდან გამიცხდა, სიმართლეს არ შეცვლის. მე შენ სიბნელეში დაგტოვე. ბატონო კირიმ, მინდა კიდევ აი ეს გაჩვენოთ. ბევრი კლიენტი ამით კმაყოფილია. იქნებ მე რა თქვენ თვითონ დარწმუნდეთ, რომ მოეწონათ. არ ღირს. ის შესანიშნავია. ისეთია, როგორც მინდოდა. თითო 50 წელი მჭირდება. შეგიძლიათ გააკეთოთ? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჰაზალ. შეიძლება სადილად დაგვატიჟო. ჩვენ ორნი. და თუ გეტყვით, რომ არ შემიძლია? და მე თუ გითხავ რატომ? დაქორწინებული ვარ. შენი ქმარი ძალიან იღბლიანი ადამიანია, რადგან მას შენაირი ცოლი ყავს. მადლობა. მაშინ პირველივე შესაძლებლობაზე შეკვეთას ველოდები. ხო, რა თქმა უნდა. ზარს დაველოდები. კარგი. ნახვამდის. ჰაზალ. ყველას რატომ მეუბნები, რომ დაქორწინებული ხარ? ვიცოდი, რომ ამას მკითხავდი. მისტერ კირიმი ძალიან კარგი და ინტელიგენტი ადამიანია და გულგრილი არ არის შენს მიმართ. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. კარგი, არ დაგაძალებ. საავადმყოფოში მიდიხარ? ძალიან ხომ არ გადაიღლები? დამიჯერე, მაშინ მიღლები, როცა ვიღაცის რამე მართებს. ხოლმე მე და განზე სასადილო წავალთ, წამოხვალ ჩვენთან ერთად. რა? არა, ძალიან მერიდება. თქვენ ხომ ახლახანს დაქორწინდით? სისულელებს ნუ ამბობ. მოდი, კარგი? ისედაც მთელი დღე ერთად ვართ. საღამომდე კიდევ დროა და ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი, წარმატებას გისურვებ. ნახვამდის, შეხვედრამდე. გამარჯობა, იარალ. ბიძია მუსტაფა. შეხედე რა მოგიტანე. ჩემი ხელებით გავზარდე. შვილო, არ იყო საჭირო. აბა როგორ ხარ? ხელი მტკივა, თავი მტკივა, წელი მტკივა, კისერი მტკივა. კარგი, გავიგე. ჩემი მასაჟი მოგენატრა. შვილო, ჰაზალ. ჯობია რომელიმე შენი მეგობარი გამაცნო. რა მოხდა ბიძია? დეი დაიმინე და გავიწყდა? მასზე უარი ვთქვი. რატომ? ის ლამაზი არ არის. და ის ვინ არის? ბულგარეთიდან ჩამოიყვანეს. ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს, ღამით კვნესის. მალე გამოჯამრთელდით. ესმის? ესმის ალბათ, მაგრამ არ პასუხობს. მოიცადეთ, ვნახავ. დიდი ხნის განმავლობაში ფიზიოთერაპიას გადიოდით. ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეთ. მგონი სიარული უკვე შეგიძლიათ. მასაჟს გაგიკეთებთ, თქვენ კი ეცადეთ მოდუნდეთ. შეგიძლიათ მობრუნდეთ. შეიძლება გთხოვოთ. ფრთხილად.
იმის გამო რომ დიდი ხანი აწევხართ ხერხემალი მოგიდუნდათ. მალე გამოჯამრთელდებით. აი ნახავთ, მალე კარგად იქნებით. გამოჯამრთელდით. Geçmiş olsun. წამოდი, შენ გელაპარაკები, წამოდი. გამარჯობა. ახლა შენი ახალი სახლია. როცა უკეთ გახდები, წაგიყვან, კარგი? არ ინერვიულო. ყურადღება მიაქცია, მე კი რაღაც მაქვს წასაღები. კარგი, არ ინერვიულო. თან გავისეირნებთ. თუ კლიენტები მოვლენ, დამელოდონ. მალე მოვალ. შეხვედრამდე. ჰაზალ, საღამოს ადგილზე მიდივართ, იცოდე წინასწარ გავთხილებ. კარგი ძვირფასო. შიმალ? მოგესალმებით. ეს ღამის ლამაზმანია. როცა ყვავის ულამაზესია. გინდათ? შემალ? პატარა, სულ გაგიჟდი? მოდის გიხდით. რით შემიძლია დაგეხმაროთ? შემალ, რა გააკეთე, სულ გაგიჟდი? საავადმყოფოში მასაჟი გაგიკეთეთ. გახსოვართ? კარგად ხართ? შემალ, წამოდი, საკმარისია. წამოდი. მან კი ნაღამ გამოგიჟა. აბა მოდი აქ უნდა მოსო. რას აკეთებდი გარეთ? და ჩემი ქილა სად არის? შენ რა ისაქ არ დადგი? აქ კოჭლი ადამიანი იყო შემოსული. ხო და? ლამის ლამაზმანიც კი იყიდა.
сказал? დიახ. ლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც ზაფართან ერთად იწვა. გაეწერა? დარწმუნებული ხართ? დიდი მადლობა. შენ მითხარი, რომ შეიძლება ვერ მეცნე. მე კი გეუბნებოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. გახსოვს? მაპატიეთ ხო? შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვის დანახვაზეც ვოცნებობდი. ჩემი ნამდვილი სიბნელე უშენოდ ყოფნა. აღარ გაბედა ჩემი მიტოვება. ამას ვეღარ გადავიდან. შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ძალიან მენატრებოდი. მეც მენატრებოდი. ფილმს წარმოგიდგენთ აჯარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჯარა ნეთქომის მიერ.
Thank you.